მოგესალმებით, მეგობრებო, ყველას, მე ვარ გუდექსად 13 და დღეს ჩვენ ვითამაშოთ DLC 25 ჩემი გუნდის კარიერა. ელ კავკასიონი ქვია ჩემ გუნდს. აი ესეთი გუნდი ალბათ აი მესი დატრამებული მყავს რა თქმა უნდა. წყობაში უნდა ჩავაყენო თორე მესი თუ არ მყავს კაი მდგომარეობაში რა უნდა გავაკეთო, ხო? მოკლედ, საკმაოდ ტიტულოვანი გუნდი ვარ. ჩემი გუნდის სტატისტიკები, რეკორდები გადახედეთ 303 წაგება, 19 ფრე, 483 მოგება, 505 თამაში. მოდი ვარ უკვე დიდი ხანია მოგებათა სერიაზე, დიდი ხანია ჩემ გუნდს არ წავგე 3 წაგებაც კარიერის სტარტზე იყო. და აიც დაუპირისპირდეთ იუვენტუსს. ლეგენდარი დივიზიონში ვარ. ლეგენდარი დივიზიონი დაახლოებით 3-ზე მეტჯერ მაქვს მოგებული. რა თქმა უნდა, ამ თამაშის შემდეგ გაჩვენეთ რა თასები მაქვს მოგებული. ალბათ დაინახავდით რომ 70 ოქროს მედალი და 1 ბრინჯაოს მედალი მაქვს. ის ბრინჯაოს ლაივის თასიდან მაქვს წამოღებული ესე რომ ვთქვათ. დიახ, სამწუხაროდ დაუმარცხდი და დაარტყმა, ვაი, პირველი დაარტყმათი, ეგრევე საშინელება. ძალიან ძლიერი გუნდი მყავს მეგობრებო, უბრალოდ ჩემივე შეცდომების გამო ვისჭები ხოლმე ძალიან ბევრჯერ. რა გუნდი მყავს, ხო ეხლა რატომ უნდა გამიჭირდეს ამით თამაში? ნახე ძმა, რა უხეშობა და წითელი, რა თქმა უნდა, ეგრევე ტურამს, ოღონდ სახელი რა ქვია მას არ ვიცი, რომელი ტურამია, რა თქმა უნდა ძმები ტურამებიდან, მაგრამ რომელი ტურამი აზრი არა. ილდიზი გაიყვანეს და ვიღაცა შემოიყვანეს და აბა მიდი მესი. აიმე, რა ცოტა დამაკლა, რა ცოტა ჩაატრია და მესიმ. აქედან მესი გაიტანდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა, მე ხო მესი არ ვარ, მე ხო ნიკოლოზი არ ვარ, მე ხო გუდექსა ვარ. მე ხო გუდექსა ვარ, გუდექსები ვერაფერს ვერ იტანენ ეგეთებს და ნახე, არ გადავიდა ბურთი. ბურთი არ გადავიდა. ვახე რა გათამაშა, თქვენ პრაიმ ბარსელონა არ მყავდეთ ეხლა, ბიჭო, რა გამიდა, აჰა ძმაო, გინდა გათამაშება, იყოს გათამაშება. ბარსელონაზე უკეთესი თუ არ ვიყო ჩემი. ძმაო, რა გამითამაშეს წეხა, ნახე იგივე და ნიკო გონსალესი, ეს ვინა გონსალესი. ნიკო პაზის ვინა ხარ ძმა? მიდი! ვაიმე, რა კარგად შეძრა არა და მე ვის მოხვდა ძმა, ხო არ გადაო. ისე ბიჭო დარტყმა არ იყო მეგობრებო. ჩაწოდების აიგრი რაღაცა, უბრალოდ არ იყო ჩაწოდება. იუვენტუსი რეგრესირებული გუნდია DLC-შიც. ხან ამოდის, ხან ჩადის, ანუ ეგრეა. რაც მე ამოვედი ვერ ჩამიყვანეს. და ვერ გავხსენი ანდაში. დაწერეთ მეგობრებო კომენტარში, რამდენი გაიტანდით მაქიდან და რამდენი ვერა. აი, მესიმ ვერ გაიტანა, იმიტომ რომ ის ხომ მესია, ის ხომ მეუმართავან გუდექსა. და offside, of course, offside. და მეგობრებო, ამ არხის მიზანი არის რამდენი გამოვწერით თქვენი აზრით. პირველ რიგში მიზანია რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, მერე გამოიწეროთ და ვიღაცამ ბურთი მომიგო საჰაერო ორთაბრძოლაში. მარტინეზმა რა ბურთი ჩაჭრა, ეს რა ფოლია. რა თქმა უნდა არ დამიდო და რაღაცა დებილობაში შეტევის გაგრძელებას მაძლევს უფლებას და ეგოს გავიტანა, რა თქმა უნდა გავატანეთ და რაც ვამბობდი მეგობრებო, უნდა ავიდეთ 1000 გამომწერზე პირველ რიგში მეგობრებო. თუ გინდათ რომ სხვა თამაშების დავამატოთ ამ არხზე, სატელეფონო თამაშები ჯერჯერობით, ახლა კომპიუტერი მეორე წითელი ხადაობ. ეს ხადაობა? ილდის გაიყვანეს. ილდიზი ხო შემოიყვანა ძმამ. მეორე წითელი ხო არ ხადაობ. აი მესამე წითელს მივაღებინებ ნეტა. დუგლას ლუისიო. იაო, აიშა ლემანთან ვერ გაერთე და ой. კოლომუა
როგორც ვერ გაუტანე არგენტინას უნიშნელოვანეს დროს, ვერ გავიტანე მე უნიშნელოვანეს დროს, ამიტომ ხარ ვინ ხარ? არ ვიტყვი აქ, მაგრამ ვიცით ვინ ხარ და ნახე როგორ წამომეწია. პროსტა როგორ წამომეწია, როგვინა. ეხლა დააპატკატეთ 100% წითელს მიიღებ და მესამე წითელს მიიღებ და იუვენტუსი. ანუ ძმა 9 კაცით მეთამაშება. აი ქვემოთ რომ დახედოთ გრაფაზე ესე რომ თქვა ყვითელებს რომ დააკვირდეთ, პროსტა რაც ცოტანი არიან. ჩემთან შედარებით ლუჯი ვარ მე. უბრალოდ ანუ მეტობაში ვერ წამოვლენ, შეტევაში ვერ ასწორ, იმიტომ რომ 2, 4, 6, 8 კაცი გამოდის შეტევაში, თელ გუნდით თუ მოდის. მე მინიმუმ 10 კაცი თქო მაინც ვარ. აუ, რა ფიზიკურ, აიმე, რა პასი, არა. არ გავარა. მოუნდა ეხლა ამასაც კევინ დე ბრუინობა და ტონი კროსობა. კაი ბიჭო, ერთ ფინტი ვერ გავაკეთე. ნელა. ვაი. ამას ცხელი შავენ წითელს. ახედრო პოსი. კალულუ რატო დაიჭირა? არა, ასისტს ვიწერდი იმით, რა ქვია. უნაი სიმონით. მესი თავის პრაიმში. მოკლა კაცი. ვერ გავიტანე და ხო თქვი ყვითელი მისცეს. საშინელება, ვერი საშინელება. კამბიასო კარგად მეყოლე ძმაო. მიდი მესი. აი რა, მესი აფუჭებს ეს. ამჯერა. იდი რა. მეგობრებო, რომ იცოდეთ ეპიზოდებში გვექნება 2 მაქსიმუმ 3 ვიდეოები, მეტი რატო არა? იმიტომ რომ არ ვიცი რატო არა, მაგრამ რა ვიცი, ძალიან ბევრი ვიდეო გინდათ და ბევრი თამაში ერთ ეპიზოდში, ვიცით, ლაიქის ღილაკი ქვემოთ არის. და ლაიქეთ და თქვენ მაჩვენეთ რომ გინდათ. მერე ჩემზე იყოს, ესე რომ ვთქვათ, ჩემზე. და იუვენტუსის გასხმა 2 წითელი ძმა, აი პროსტა როგორ რა ისეც და არ იყოს გამიკურდა ის მეორე ყვითელი 100%-ით იყო, მაგრამ წითელი? რავი, მაგრამ აი ტურამის 100%-იანი წითელი იყო, ხა როგორც გამოცდილი ფეხბურთელი გეუბნებით. 12 ჯერ დაურტყი ძმას კარში, მაგათი. 12 ჯერ კარში დაურტყი, 12 ჯერ და ოპა, ნახეთ, ქოინებს ნელა ვაგროვებ, ხალდის წითელი, უი. დუნსანზე, დუნსან ძანელია. ოი. სანსონიც, ზუბელდიას ჩავანაცვლებ მაგით. დაღლილები იყავით და ლისაბონის სპორტინგიდან ახალფინალში შეიძლება გავიდე. და 9 ქულიანი ინტერვალი მაქვს. სიტია მეორეზე, რეალმა დაკარგა ქულები როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, ხარი არა, გავინაღდო ჩემპიონობა და მე აღარ ვიწვალო, რა ხო ხდებით. მეთქი, რა იყო სპორტინგი? აუ, კაი რა. კინაღამ რა შეცდომაზე დავიჭირე. რამდენი გაიტანეთ მეგობრებო მაგ ადგილიდან და წერეთ კომენტარებში. რა თქმა უნდა კომენტარები გახსნით და ლუკმენი შეჭამა და ახლა ამას შეჭამენ. ვინა? გონი ვილიამსი გადაეფარა ხო? აი როგორ არ უყვარს თავისთან აგუნდელ გოლის გატანის საშუალებას არ მისცეს და ვაი. აი ესეთი გამოქცევები არა ვარ გაჩენდა. მიდი ზუბელდია, მესი. წავიმე. უი, კარგად მეყოლეთ ახლა. გოლი. მეკარემ რა შეცდომა დაუშვა უბრალოდ. კარგად დააკვირდით მეგობრებო, რეპლეიშიც გაჩვენებთ. დააკვირდით, მეკარე შეხედეთ როგორ გაიწია. მეკარე 100%-იანი ვინ არის არ ვიცი.
კარიუსიც კი არ დაუშვებდა ეგეთ იდიოტურ შეცდომას როგორც მაგ რაღაცა მეკარენ, მაგრამ ჩემს შემოშობა. ზუბელდია. ოიმე ვერ დაეწია. იგორ ზუბელდია. უკრაინელი მეგონა, როცა უყიდულობდი, მაგრამ აღმოჩნდა ესპანელი. ხო ესპანელია. დაზუსტებით არ ვიცი და ისე ვერ დაეწია. ეს ხალხო ხო ესპანელია. იგორ არის სლაური სახელი. რა უნდა ესპანეთში? პროსტა იგორს შევეკითხოთ, როცა დაამთავრდება თამაში, ჟურნალისტებო კითხეთ. ვილიამს, მესი. როგორც გუშინდელ თამაში გაიტანა, ვინც უყურეთ ინტერ მაიამის თამაში, იმენა იგივე სტილი რა. ნახეთ, აი ფეხი არ ჩაუდგია უბრალოდ ისთან. ნახე, იგივე, ზუსტად იგივე. ვაიმე, დაბალი დონის მეკარე ყავ. რავი, ჩემი ყველა დარტყმოს ვერ იღებს. და აი ზუბელდია. ბიჭო, ზუბელდია რას მუშაობს? ვინ დააყოლდით? ყველგან ეგარი და ხა შეჭამა. ეგეთი შეჭმა არ ინდოდა ჩემი ძმა. და ფეხები მოუტეხ, ნახეთ ხა, უნდა მოუგერიო. ჩემი ფეხები მე მაგალ მოიგერიებდი მე. ცხრიანში რა დამირტყა მაგავმა მაგან. ცხრიანი, აი როგორ უნდა მოიგერიო, პროსტა არ ვიცი ამ თამაში. მithumდეს პენალტი. გაუმართლა რა, მეგობრებო რა. მე ბურთზე მინდოდა თამაში რუდიგერით, მაგრამ მოუტეხე ფეხი. ვაიმე, რატო? ეხა ვერანაირ პატკაც ვერ გავაკეთებ. გამიტანება, 2-2 გამიხადა. კი გავრისკავდი, მაგრამ გარანტირებული წითელი იყო და. რაც მინდა ეხა გარანტირებული წითლები ეხლა. აიმე, რატო გამოვიდა ეხა ეს მეკარე? იდგეს იმ თავის დამპალკარებში რა. ნერვებს მიშლის. ლუკამენა, აი ზუსტად დაისაჯა, ვერ მოიგო თაური ორ. თავსულად დაისაჯა. აი ეს არ არის ეხა ბიჭო ფოლი? ძალიან კაი ეგრე, ხო მიგაკაჩავეთ ხო დაიტყი. პროსტა ვერ ჩააღწია ოპენდავდება, ვერც გაიტანდა, ისეთ საშინელ ადგილას იდგა პროსტა რა. ბიჭო. გიოკერეს თაურებს ვერ ჯობნი. ბიჭო ხა ეგრო ვერ მიესწრო მეკარეს და აი ხა ოპენდა ვერა. ანუ გამოდის რა, დამატებით დროინოვე თამაშვა, რაღაც სპორტინგს. კიამ გავხრიტე ცხრიანის ბაძა. ნაღამ გავხრიტე უბრალოდ როგორც ყოველთვის ბურთი მრგვალია და გაფრინდა სადღაც მარსზე. აბარა წარიელ კარში. მესიმ როგორ ვერ გაიტანა იქ არ ვიცი, მაგრამ დოიე მაინც გაიტანა. 3-2. ანუ ჩემბრალია ეს მეგობრებო ხა 2-2-ია და არა 3-1 ან საერთოდ 3-0. იმიტომ რომ ის პენალი ჩემი დამსახურება ის მეორე გოლის მე გავუშვი საშინლად დაცვით შეცდომით შემინდა ვანი მესის ჰეტრიკი იქნება აი არა აბარანდოიე ნელანდოიე ხა ნუ მკითხავთ რატო არ თამაშებ მამარდაშვილს მოთამაშებ ხოლმე რა აი სეზონის პრესეზონის თამაშებს რა ხა ბოლოს ჯერ სილვერია გახდეს გოლდი მამარდაშვილი და ვერც კი ამომაგდებინებთ იმიდან სასტარტოდან დაბალი დონის მეკარე ხარ თქო შეჩემა რა დეიდა ჩემა რა დროს მომწერა აგად მეგობრებო ამიტომ დავამთავრე ვიდეო დეიდა ჩემა მაგარი დროს მომწერა მაგრამ
ამ მომენტებს ამოვჭრით და ამით დაგემშვიდობოთ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. ლაიქეთ, გამოიწერეთ და ნახვამდის.